ქართული პოლიფონია კაცობრიობის საგანძური 7 დეკემბერს ქალაქ რომში საქველმოქმედო ფონდი ქართული გალობა საზეიმო კონცერტს გამართავს. კონცერტში ევროპაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების სამრევლოებთან ერთად არსებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ბრიუსელიდან, დუსელდორფიდან, ბარსელონიდან, მიუნხენიდან, ფლორენციიდან, პარიზიდან და რომიდან. კონცერტის მიზანი ქართული გალობის და სიმღერის პოპულარიზაციაა. ფონდი ქართული გალობა 2012 წელს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ბიზნესმენმა ბანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. Am კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტებულია ქართველი ემიგრანტებისაგან. ეს ის ხალხია, რომლებიც იძულებით არიან წასული საქართველოდან და შრომობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს აქცია, ეს კონცერტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კულტურისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისათვის, ვინც ემიგრაციაში არიან დროებით და ვფიქრობ, რომ უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება.